რა მოლოდინები გაქვთ ტრამპსა და ზელენსკის შორის შეხვედრის პერსპექტივაზე და იმაზე პუტინი როგორ გაყვება ამ თამაშს? ძალიან რთული სიტუაციაა ზელენსკისთვის, იმიტომ რომ ერთის მხრივ გასაგებია, რომ ცალსახად კონსენსუსია, რომ არანაირი გადაწყვეტილება უკრაინის ზელენსკის და უკრაინული ხელისუფლების და ხალხის გარეშე არ მიიღება. ეს ევროპელების პოზიციაც არის და ამერიკელების, მაგრამ ამავე დროს თუ ტრამპის განცხადებას მოვისმენთ, წინა შეხვედრამდე და შემდგომაც, რომ უკრაინას მოუწევს რაღაც დათმობების გაკეთება. ანუ ტერიტორიებზე როცა კითხეს ტრამპს, რომ შესაძლოა ტერიტორიებზეც იყოს საუბარი და რასაც ასევე გიასაუბრობდა, ძალიან საინტერესოა, რომ ზუსტად ამას საუბრობდა საგარეო საქმეთა მინისტრი ყოფილი უკრაინის კულება, რომ ორი ვარიანტია, ან ვერაფერზე ვერ თანხმდებიან და რუსეთი აგრძელებს ამ იმას, თუ ტრამპს აქვს რესურსი, რომ ზეწოლა განახორციელოს რუსეთზე, შესაძლოა იყოს ეგრეთ წოდებული კონფლიქტის გაყინვა იმ საზღვრებზე, სადაც იმიტომ ჩქარობს პუტინი მაქსიმალურად დიდი ტერიტორია დაიკავოს, რომ გაჩერდეს ეს ომი, რომელიც უკრაინასაც გამოკითხვები აჩვენებს, რომ ამოსკნთვის საშუალებას აძლევს, რუსებსაც აძლევს იმ ეგრეთ წოდებულ მოჩვენებით წარმატებას და ტრამპსაც დე იურე აღიარება არ მოხდეს, მათ შორის პირველ რიგში უკრაინის სახელმწიფოს მხრიდან და შემდეგ დაიწყოს უკრაინის აქტიური მხარდაჭერა, მათ შორის შეიარაღება, კიდევ უფრო გაძლიერება, ეკონომიკის ინფრასტრუქტურის აღდგენა, რაღაც გარკვეული პარალელები კეთება ჩრდილო და სამხრეთ კორეის. ვინ წაიყვანს ამ პროცესს, თუ ეს ამას წაიყვანს ამერიკის შეერთებული შტატები, ამერიკის შეერთებული შტატები ევროპის პირობებზე იქნება დადებითი, თუ ეს იქნება პუტინის პირობებზე, იმიტომ რომ ყველა მიცის შეთანხმება არის უკვე ამაზე მიღწეული, ტრამპიც დარწმუნდა, რომ პუტინი არ აპირებს გაჩერებას, მისთვის უკრაინა არის მთავარი სამიზნე. ეს 4 რეგიონი არის ეგრეთ წოდებული პლაცდარმი შემდგომი უკრაინის დაპყრობისთვის, რასაც ბატონი ირაკლიც საუბრობდა ქურასბედიანი და ეს იციან, რომ შემდეგი ეტაპი უკვე ბალტიის ქვეყნების კონკრეტული ტერიტორიები არის და აქაც არის სერიოზული საფრთხე მათ ანალიტიკურ ცნობებში, სადაზღვევო მიმართულებაში და ევროპა ემზადება რუსეთის აგრესიას, იმიტომ რომ პუტინი თუ გაჩერდა, მას უბრალოდ დიდი ხნის პოლიტიკური თუ პირადი ისტორია აღარ აქვს. მან იცის, რომ ომის გაჩერება ნიშნავს მისი მმართველობის დასრულებას. და ტრამპის თემა თქვენ კითხვაც დასვით სწორად. ტრამპ შეიძლება უნდა რომ და პირველ შეხვედრამ გვაჩვენა, რომ ზელენსკის აბრალებდა ყველაფერს, რომ თურმე ზელენსკი არაჩერებს ომს. იმდენად ის სენსიტიურია პირველ რიგში მისი ამორჩევლების გამოკითხვის შედეგებზე, რომელიც აჩვენებს, რომ ცალსახად პროუკრაინულები არიან და Fox News-ი, რომელიც ერთ დღეს მტერი იყო რუსეთ და ხვალ ჩვენი მოკავშირეა, ამასაც არიგებს. მან ძალიან კარგად იცის, რომ Fox News-ის გარეშე, მისი ამორჩევლების გარეშე, მისი პოლიტიკური კარიერა დასრულებულია. 26 წელში არის ეგრეთ წოდებული საშუალედო არჩევნების სენატში, კონგრესში. მათი ამორჩევლები ნებისმიერ დათმობას რუსეთის მიმართ ან უკრაინის წარებას დაჩაგვრას რა თქმა უნდა, ამას პირდაპირ ხმაში მათ კონტროლს დაკარგავს სენატში, კონგრესში. ბევრი ნიუანსი შემოდის, ხალბატონი მელანია ტრამპიც ძალიან პოზიტიურად არის განწყობილი და ძალიან მნიშვნელოვანია და პერსონალურ ურთიერთობებს წერილიც გადასცეს პუტინს. ამიტომ აქედან გამომდინარე, როცა ორშაბათ ჩადის ზელენსკი, მას ძალიან რთული გადაწყვეტილებების წინაშე დააყენებს ტრამპი დიდი ალბათობით, რომ ტერიტორიული დათმობები შესაძლოა იყოს ამ შემთხვევაში ერთ-ერთი პირობა, რასაც პუტინი აყენებს იმისთვის, მაგრამ გიას ჰქონდა ძალიან მოკლედ ვიტყვი, რა თქმა უნდა პუტინს აქვს ეს კონსტიტუციაში დაფიქსირებული, მაგრამ თვითონ რუსები საუბრობენ, რომ შეიძლება მთლიანად ეს რეგიონები არა, მაგრამ იქ სადაც გაჩერდა ეს ხაზი, ეს მაინც იყოს de facto აღიარებული, რომ ჩვენ აქ ვართ. მაგრამ ეს არის პლაცდარმი შემდგომი. ეს მათ შორის რთული დიპლომატიური მოლაპარაკებების თემებია, ცხადია, ერთ დღეში არ გადაწდება და ეს დრო კიდევ უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და პარალელურად უკრაინის აქტიური მხარდაჭერა ჭირდება. ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ იმისთვის, რომ ევროპისთვისაც მნიშვნელოვანია ეს გარკვეული პაუზა, ეხა ეს შოკის თერაპია, იმიტომ თვითონაც გადაწყვიტენ, რომ რეალურად თუ გადის ევროპის უსაფრთხოება უკრაინის საზღვარზე და მათ ძალიან კარგად იციან, ქმედება უნდა იყოს რეალური და არა რიტორიკა.